ბათუმის მერიამ დღეს ქალაქში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოების შესრულებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ტექნიკური მხარე შეაფასა. დოკუმენტები მერიის საკრებულოს და კონსულტანტი კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილეს. მომდევნო ეტაპი ფინანსური მხარის განხილვას ითვალისწინებს, მასში ის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დღევანდელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. პროცესში 6 ქვეყნის 7 კომპანიაა ჩართული. საბოლოო შედეგები 2 თვეში გახდება ცნობილი. გამოცხადებული ტენდერით ჩაქვის წყალმომარაგების ქსელის, წყლის რეზერვუარებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტენდერი წყალმომარაგების გამართვას მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებშიც ითვალისწინებს. სატენდერო თაღის ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 4 მილიონს გრანტის სახით სამეზობლო ინვესტირების ფონდი გაფინანსებს. მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება კი 45 მილიონი ევროა. გათვალისწინებულია თამარის დასახლების, ბონის, გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლების წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის პარალელურად ბათუმის მერია ეგრეთ წოდებულ ჭაობის დასახლებაში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისათვის 7 მილიონ ევროს დახარჯავს. მუშაობთ საქართველოში, გვაქვს ერთი ტენდერი უკვე მოგებული, საკმაოდ დიდი 60 მილიონიანი ტენდერი, ფოთი ანაკლია ქუთაისი და გვინდა მივიღოთ ამ ტენდერში მონაწილეობა, დავიმატოთ და ნახოთ. ასე რომ გამოცდილება გვაქვს, დაწყებული გვაქვს მუშაობა თითქმის 4 ქალაქში და მინდა დავიმატოთ ბათუმი, თუ აგვიმართლებს დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ, შევასრულებთ. ზოგიერთი ნაცნობი კომპანიებია თავისი გამოცდილებით, თუმცა ყველას მათგანს მოეთხოვოდა ის კვალიფიკაცია, რომელიც ფაქტობრივად ამ რთული სამუშაოების შესრულებისათვის არის აუცილებელი. პირველი ეტაპის პრინციპი არის ის, რომ შეჯამდეს თუ რა ტექნიკური მოთხოვნები ქონდა და როგორ აკმაყოფილებენ ამ კვალიფიკაციას აღნიშნული ორგანიზაციები და ამის შემდგომ ეცნობებათ მათ თუ ვინ გადალახა, რამდენად სრულყოფილია დოკუმენტები. ტენდერი ტარდება გერმანიის ბანკის კრედიტით, ამიტომ ტენდერს აქვს თავისი სპეციფიკური წესები, საბოლოო შედეგები უნდა ეცნobos გერმანიის ბანკსაც, რამდენად სწორად იქნა შერჩეული და შეფასებული კრიტერიუმები.